მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო. რამდენი არაფრის მთქმელი დრო სხვაგან უქმეს გაგვიდარებია, როცა ჩვენს მშობლებს ჩვენთვის უთქვამთ, შვილო, პატარა რომ იყავი, რამდენსაც გვინდოდა და როცა გვინდოდა, მაშინ გეფერებოდით, მაგრამ ახლა რომ გაიზარდე, შენ ჩვენთვის სულ აღარ გცალია. ნახევარი საათი დამიჯექი, მომენატრე, მოგისურვილო, კითხო როგორ ახარ. ჩვენ შვილებს პასუხი ყველას თითქმის ერთნაირი გვაქვს. კარგი რა დედა რა, კარგი რა მამა, ნუ დაიწყებთ ისევ თავიდან. აგერ მეგობრები მელოდებიან, ხომ იცი შორს არსად მევდივარ. მივალ და მალე დავბრუნდები. ამ მისულა მოსულაში წუთი სოფელმა გაირბინა. ჩვენ ასე გონია ჩვენი მშობლები სულ მუდამ ცოცხლები იქნებიან, მაგრამ სამწუხაროდ ეს აღარ ხდება ეს. მე დღეს არც დედა მყავს და აღარც მამა. მენატრება შენს საფლავთან მოსვლა დედი ვის თქვა ქვეყანაზე არ ხარ. მე შენს საფლავს ყვავილებით მოსავ, ყვავილებში მწუხარებას მალავ. სულ ხალისობ ახლა უფრო მეტად. აბა ვინმემ დამიწუნოს ქცევა, ჩემთან ერთად ცოცხალი ხარ დედა, შენთან ერთად მეც საფლავში ვწევარ. მე წაგიკითხავთ ეხლა ჩემო კარგებო, შესანიშნავი ქართველი კაცის, მერაბ პერაძის ლექს, რომელიც პატრიარქმა მოიწონა და მისი კურთხევით ღვთისმშობლის ხატის გვერდზე ბუკლეტის სახით დაიბეჭდა და გავრცელდა. მონანიება შორიგზით მოდის, ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდის. მაგრამ ვაი რომ არის გვიანი, რამ წარეცდები ადამიანი. და ამიტომაც მოგმართავთ ყოველს, სანამ დრო არის, ეფერეთ მშობლებს. მაგრამ თუ უკვე ცოცხალი არ ყავთ, იქ რომ დაადგეთ ცხივი ნათელი, ნუ დაიზარებთ დედმამისათვის, დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი. გავძლიერდებით უფრო მეტადო, ვენდოთ პატრიარქს თუნდაც ამაში, დაგვიბრუნებენ 100-ჯერ მეტ სითბოს, შვილები როცა შევალთ ასაკში. ეფერეთ მშობლებს.